ყველი გამგატანა? გამგატანა. საყვარელი. ავდით. უმეტესობამ რა თქმა უნდა არ იცოდა. ქრისტიანული საღვთო-წერილის ავტორებისთვის რო გეკითხათ, რომ ისინი საღვთო-წერილს წერდნენ, ძალიან გაუკვირდებოდა პირველ ავტორებს ვინ წერდნენ. მაგრამ მოდი დავიწყოთ თავიდან. როგორ გაჩნდა საღვთო-წერილი? მასქვა ბიბლია, იმიტომ რომ ბერძნულად ბიბლია ნიშნავს წიგნებს და ამდენად ეს არის ბიბლიოთეკა არის, რეალურად ეს არის წიგნების კრებული. დაწერილი სხვადასხვა ეპოქაში, ალბათ 30-ზე მეტი ავტორის მიერ. ზოგი სახელი ცნობილია, ზოგი სახელი არ არის ცნობილი, ზოგი წიგნს მიწერილი აქვს ვიღაცის სახელი, მაგრამ ის დაწერილი არ არის, მაგრამ თვითონ ეს სამყარო, ბიბლიის სამყარო არის უაღრესად საინტერესო საკვლევის სამყარო, რომელიც წარმოადგენს შეიძლება ჩათვალოს, რომ თითოეული წიგნი წარმოადგენს სარკმელს წარსულში და ამავდროულად შესაძლებლობას, რომ დავინახოთ თანამედროვეობა წარსულთან დიალოგში. მე აღარც კი მახსოვს, როდის დავინტერესდი პირველად ბიბლიით, მაგრამ ეს ალბათ ჩემთვის იყო ბავშვობიდანვე. ბებიაჩემი იყო ესეთი ბიბლიის ქალი იყო. წერა-კითხვა ისწავლა იმისაც, რომ ბიბლია ეკითხა და გახდა შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ბიბლიის სწავლული. ბებიაჩემი მიყვებოდა ყოველ საღამოს, ჯერ ვიდრე წერა-კითხვას მისწავლიდი, მიყვებოდა ამბებს. იოსებზე, მოსეზე, ხატოვან ამბებს, რომელთაც გაჯერებული არის ეს წიგნი. ასეთ სამყაროში გავიზარდე. როცა უკვე აზე მოვედი, წერა-კითხვა ვისწავლე, აღმოაჩინე, რომ თურმე ეს წიგნი იყო დისიდენტური წიგნი. რომ ჩემს კლასელებმა არავინ არ იცოდა ამის შესახებ. რაც მე ვიცოდი, არავინ არ იცოდა. რადგან მოიაზრებოდა როგორც ერთ-ერთ ძის გამომთხრელ ლიტერატურად იმ სამყაროში, სადაც მე დავიბადე. ქრისტიანული საღვთო-წერილი, რომელიც მოიცავს ორ ნაწილს, ერთი არის ებრაული საღვთო-წერილი და მეორე არის ქრისტიანული საღვთო-წერილი. ებრაულ საღვთო-წერილს ჩვენ ვეძახ ტრადიციულად ქრისტიანული ეკლესია ეძახის ძველ აღთმას. ებრაულ საღვთო-წერილზე დგას არა მარტო იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, არამედ დასავლური ლიტერატურა და ზოგადად ლიტერატურა. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ებრაული საღვთო-წერილისა არის პირველი 5 წიგნი, რომელიც მიეწერება მოსეს. რა თქმა უნდა, მოსეს დაწერილი არ არის, შეუძლებელია მოსეს დაწერილი იყოს, მაგრამ ეს მიეწერება მოსეს. ეს არის ხამიშა, ხუმში, თორა. ეს არის გულის გული ებრაული საღვთო-წერილისა. და რომელსაც ქვია სხვანაირად თორა, რჯული. და ხშირ შემთხვევაში, როდესაც ქრისტიანები ფიქრობენ, ადარებენ თავიანთ რელიგიას იუდაიზმს, ამბობენ, რომ იუდაიზმს აქვს თორა, ქრისტიანებს გვაქვს სახარება. ასე არ არის. რადგან წიგნები, რომელიც შეიქმნა მოგვიანებით ქრისტიანულ ტრადიციაში, არ არის თორას ეკვივალენტი. ქრისტიანულ საღვთო-წერილს არ აქვს პრეტენზია, რომ იყოს საღვთო-წერილი. ეს არის რეფლექსია იესო ქრისტეზე და შესაბამისად ქრისტიანულ ტრადიციაში ავტორიტეტი არის არა თორა, არა ღმერთის სიტყვა, არამედ ღმერთის სიტყვის ხორციელი გამოვლინება იესო ქრისტეს პიროვნებაში. როდესაც ქრისტიანობა ჩამოყალიბდა როგორც იუდაიზმის ერთ-ერთი განშტოება, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პირველი 80-85 წლის განმავლობაში ქრისტიანული ეკლესია და ქრისტიანები ძირითადად არიან ებრაელები. სემიტური ჯგუფი არის, რომელიც ჯერ იუდაიზმს გამოყოფილი არ არის. ვიდრე იუდაიზმის ნაწილს წარმოადგენს ქრისტიანობა, მანამდე ქრისტიანებს არ აქვთ არანაირი სურვილი, რომ მათ ჰქონდეთ საკუთარი საღვთო-წერილი.
მათ უკვე აქვს საღვთო წერილი, ებრაული საღვთო წერილი. ებრაელები არიან და ამ საღვთო წერილს კითხულობენ, ინტერპრეტაციას უკეთებენ ისე როგორც მათ სჭირდებათ საკუთარ თემში. გადის დრო, ის ხალხი, ვინც იესოს თვითმხილველები იყვნენ, მოწაფეები იყვნენ, იხოცებიან, ქრისტიანული ეკლესია იზრდება და ვრცელდება დედამიწის სხვა საკუთხეში და ჩდება საჭიროება, რომ დაიწეროს რამე ქრისტიანებისათვის. და შენარჩუნებული იყოს მეხსიერება იმ ამბავზე, რომელზედაც მანამდე ქრისტეს მიმდევრები ლაპარაკობდნენ ზეპირად. ეს ხო ზეპირის სიტყვიერებაში დაგროვილი ცოდნა იესოს თავგადასავალზე, იესოს მოძღვრებაზე, იესოს მოქმედებაზე. იესო ქრისტე შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ჩვენ წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის 30 წელს ასრულებს ის თავის მიწიერ ცხოვრებას და საქმიანობას. პირველი ქრისტიანული დოკუმენტი ჩდება პირველი საუკუნის 48-49 წელს. ოღონდ ეს დოკუმენტი არ არის სახარება. როდესაც ქრისტიანი იწყებს გადაშლის ქრისტიანულ საღვთო წერილს, და პირველი არის მათეს სახარება, მარკოზის სახარება, ლუკას სახარება, იოანეს სახარება, მოციქულთა საქმე წერილები. ექნება ასეთი შთაბეჭდილება, ჯერ ის დაიწერა, მათე დაიწერა, მერე მარკოზი დაიწერა, მერე და. მაგრამ სინამდვილეში ყველაზე ადრინდელი წიგნი, რომელიც დაიწერა, სავარაუდოდ იყო ალბათ გალატელთა წერილი, რომელიც პავლემ მიწერა გალატელებს. ეს არის ჩვენ წელთაღრიცხვის პირველი საუკუნე 48 წელი. პირველი სახარებები, რომელიც აღწერს იესოს ცხოვრებას, მოღვაწეობას, მის სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომას, დაწერილი არის ამ მოვლენების მოხდენიდან 50, 60, 70, 75 წლის შემდეგ. და შესაბამისად, ეს ნარატივები, ეს ტექსტები გამოვლილი არის ზეპირმეტყველების გზას და მერე ხდება მათი ჩაწერა, კოდიფიკაცია და მესამე-მეოთხე საუკუნისათვის თანდათანობით ყალიბდება წარმოდგენა რა უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს ქრისტიანული საღვთო წერილი და რომელი წიგნები უნდა შედიოდეს მასში. სადღეისოც მასში არის 27 წიგნი, მაგრამ სინამდვილეში სახარებები გაცილებით მეტი იყო ვიდრე 4. მოციქულთა საქმეები გაცილებით მეტი იყო ვიდრე 1. აპოკალიფსები, გამოცხადები იყო უამრავი. წერილები იყო ასევე უამრავი. და დროთა განმავლობაში ქრისტიანობამ ეს ქრისტიანული პირველი წყაროების კორპუსი დაწურა 27 წიგნამდე. საინტერესო ის არის, რომ წიგნების უმეტესობას ვის სახელებსაც ატარებს ქრისტიანულ საღვთო წერილის წიგნები, ჩვენ დარწმუნებული არ ვართ მათ ავტორებაში. მაგალითად, მათეს სახარებას ქვია მათეს სახარება, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული არ ვართ ეს მათეს დაწერილია. რადგან ეს შეიძლება იყოს ნაწილი ხანგრძლივი პროცესისა, რომელშიაც შეიძლება ვარაუდის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ მათემ შეიტანა რაღაცა წვლილი, მაგრამ მოგვიანებით იმდენად გაიზარდა, იმდენი რედაქტირება განიცადა ამ წიგნმა, რომ მათესთან რა თქმა უნდა საერთო აღარ აფერებას. იგივე შეიძლება ითქვას მაგალითად ლუკას სახარებაზე, იოანეს სახარებაზე. ეს არ არის იმათი დაწერილი, ვისაც ის მიეწერებათ. იესო ნაზარეველი მისთვის მშობლიური ენა იყო არამეული, რომელიც არის სემიტური ენების ერთ-ერთი წევრი. ებრაულთან ახლოს იყო, ალბათ იესომ ებრაული იცოდა, სავარაუდოდ ჩავთვალოთ იცოდა, მაგრამ მისთვის მშობლიური იყო არამეული ენა. და მისთვის ეს წიგნები, რომელსაც ჩვენ დღეს ვეძახით ქრისტიანულ საღვთო წერილს და შედგება 27 წიგნისაგან, დაწერილი არის არა არამეულად, არამედ ბერძნულად. რაც არის გამო ჩვენ არ შეგვიძლია არასდროს დაბეჯითებით და დანამდვილებით თქვას, რომ ეს ასე თქვა ზუსტად იესომ, რადგან ეს არის თარგმანი იმ სიტყვებისა, რომელიც იესომ თქვა და ეს არის ჩანაწერი 50, 60, 70 წლის შემდეგ ავტორების მიერ, რომელმაც ეს ყველაფერი ბერძნულად ჩაწერეს და დააფიქსირეს.
საქმე ის არის, რომ ჩვენ თუ ავიღებთ სახარებას, რომელიც არის ფუნდამენტალური მნიშვნელობის დოკუმენტი ქრისტიანულ სახელმწიფოში, იბადება შეშთაბეჭდილება, ეს არის ბიოგრაფია იესო ქრისტეს. სინამდვილეში არ არის. ჩვენ 19 წლის განმავლობაში იესო ქრისტე რას აკეთებდა არ ვიცით საერთოდ. და ის რაც ვიცით, უმეტესწილად არის კონცენტრირებული მისი ცხოვრების ბოლო კვირებზე. ქრისტეს არსებობის მტკიცებულებას არ მიმართავს არც ერთი ავტორი. ამ წიგნების მთავარი დანიშნულება და ღირებულება არ არის ისტორიული. მიზანი არის თუ ჩვენ ამ უტრირებას მოვახდენთ ამისა, ეს არის პროპაგანდისტული ლიტერატურა. რომ კითხველი დაარწმუნოს, რომ ეს იესო, რომელიც დაიბადა ნაზარეთში, ღარიბ ოჯახში, გაიზარდა, 30 წელი მოღვაწა და იცხოვრა ისე რომ არ ვიცოდით და მე 30 წლისად იწყებს თავის რელიგიურ საქმიანობას, 3 წელიწად ნახევარი საქმეავს და მე მოკლული იქნება და მე ეგრეთ დავდგება, არის მესია, ვისაც ელოდა ებრაელი ხალხი. რა თქმა უნდა, მკითხველისათვის ეს საცდური არის, რომ რაც წერია, ის წაიკითხოს სიტყვა სიტყვით. მაგრამ ჩვენ უნდა მივაწეროთ რელიგიური ჟანრის ნაწარმოებები პოეზიას უფრო ვიდრე ისტორიას. და თუ ამ პერსპექტივიდან წავიკითხავთ ქრისტიანულ სახელმწიფოს სახარებებს, პოეტურად წავიკითხავთ, ჩვენ აღმოვაჩენთ უმშვენიერეს ულამაზეს სამყაროს. ის გვეუბნება იმაზე, რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ისტორიული რეალობა. მარადიული ღირებულება იმ მოძღვრებისა, რომელსაც იესო ნაზარეველი ქადაგებდა. შესაბამისად, ეჭვი და კრიტიკული კითხვები არის არა საზიანო, პირიქით მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ტექსტი კიდევ უფრო უკეთ დაინახოთ. მე შემიძლია ეს ტექსტი წავიკითხო რელიგიურ პერსპექტივიდან, კითხულობ რელიგიურ პერსპექტივიდან, მაგრამ ეს ტექსტი ასევე შემიძლია წავიკითხო წმინდად მეცნიერული პერსპექტივიდან. და ამ ორ შორის მე ვერ ხედავ წინააღმდეგობას. თავარი გმირი ამ ტექსტებისა, იესო ნაზარეველი, არის რომაული სამყაროს ნაწილი. რა თქმა უნდა, ჩვენ არა გვაქვს იესოს თანამედროვე წყაროები ქრისტიანული სახელმწიფოს მიღმა არსებული წყაროების შესახებ, მაგრამ გვაქვს გვიანდელი რომაული წყაროები, სადაც ჩანს იმ რეალობის ასახვა, რომელშიაც მოღვაწეობდა იესო ნაზარეველი. შესაბამისად, ჩემთვის იესოს ისტორიულობის პრობლემა არ არსებობს, რადგან ისტორიულად ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი ის არის, რომ პავლე მოციქული, რომელიც ჩვენ წელთაღრიცხვის 49 წელს წერს იესო ქრისტეს შესახებ, იცნობს იმ ხალხს პერსონალურად, ვინც იესოსთან იყო დაკავშირებული. იცნობს არა ისე, რომ ისინი მეგობრობენ, ისინი არიან მტრულ ურთიერთობაში. პავლე და დანარჩენ ქრისტიანები არიან მტრულ ურთიერთობაში ერთმანეთთან, რადგან პავლეს ვიდრე თავი არ მოკვეთეს, მანამდე ქრისტიანობის დიდი ნაწილი ეჭვის თვალით უყურებდა პავლეს. იმის გამო, რომ ეს არ იყო იესოს თანამედროვე, იესოს მოწაფეთაგანი, ის მოგვიანებით შეუერთდა იესოს მოწაფეების რიგს, ძალიან უცნაურ ნუმინოზურ გამოცდილების შედეგად, რომელიც აღწერილია ეს მოციქულთა საქმეებში. და ეს კაცი, რომელიც ისტორიული პიროვნება არის, ისტორიულ პერიოდში ლაპარაკობს იმ ადამიანების შესახებ, ვინც იცნობდა იესოს პირადად. პავლე დიალოგში არის, კამათში არის იესოს ძმასთან, იაკობთან, რომელიც არის იერუსალიმის ეკლესიის წინამძღოლი. პავლეს ურთიერთობა აქვს პეტრესთან, რომელიც იესოს ერთ-ერთი მოწაფე იყო. პავლე იცნობს ასევე იოანეს, დანარჩენ მოწაფეებს. პავლე არის ერთგვარი უცხო ხმა ამ გარემოში. პავლეს გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი იქნებოდა დაგვეჯერებინა მათი არგუმენტი, ვინც ფიქრობს იესო ისტორიული პიროვნება არსებობდა, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო დასაჯერებელი იქნა, მაგრამ ჩვენ გვყავს ისტორიული პიროვნება პავლე, რომელიც პირადად იცნობდა იმ ადამიანებს, რომლებიც პირადად იცნობდნენ იესო ნაზარეველს.
ჩვენ თუ შევისწავლეთ იმ ტექსტებს, რომელიც არსებობს იესოს შესახებ, სახარებებს, რომელიც გადმოსცემენ ამ რეალობას, რომელშიც იესო მოღვაწეობდა, ეს ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რომელიც დამახასიათებელი იყო პირველი საუკუნის პირველი ნახევრის პალესტინისათვის. და შესაბამისად, არგუმენტები ის, რომ იესო არის არა ისტორიული, არამედ მითოლოგიური პიროვნება, საფუძველს არის მოკლებული. დასავლური ქრისტიანობა ერიდებოდა საუკუნეების განმავლობაში, რომ ქრისტიანული საღვთო-წერილი ყოფილიყო ხელმისაწვდომი სხვადასხვა ტომებისა და ერების ენაზე. იდეა ეს არის, რომ არსებობს სამი საკრალური ენა, რომელზედაც შეიძლება ქრისტიანული საღვთო-წერილი ითარგმნოს. რომელია საკრალური ენა? საკრალური ენები არის ის ენები, რომელიცაც ჩვენ ხედავთ იესო ქრისტეს ჯვარზე. ბერძნულად, არამეულად და რომაულად. როდესაც იყო პირველი მცდელობა, რომ ბიბლია ეთარგმნათ ლათინურიდან ადგილობრივ ებრაულ ენებზე, ეს იყო პირველი მცდელობა იან ჰუსის მიერ, იყო ლოლობარდების მიერ, ჯონ ვიკლიფის მიერ, ტინდეილის მიერ. პირველები, ვინც თარგმნეს ბიბლია, ქრისტიანული საღვთო-წერილი, თუ ინგლისურად, თუ ევროპის სხვა ენებზე, გახდნენ ეკლესიის დევნისა და შევიწროების საგანი. ერთი ძალიან უცნაური ის არის რა, თომას მორი, რომელიც გამოცხადებული არის დასავლური ქრისტიანობის მიერ პოლიტიკოსების მფარველ წმინდანად. თომას მორის ერთ-ერთი საქმეების ერთი ნაწილი ის იყო, რომ წვავდა კოცონზე იმ ხალხს, ვინც კითხულობდა ბიბლიას ინგლისურ ენაზე. მარტინ ლუთერი, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული რეფორმაცია, რეფორმაციის უმნიშვნელოვანესი მონოპოვარი იყო სწორედ ის, რომ მან ბიბლია თარგმნა გერმანულ ენაზე და ამით საფუძველი ჩაუყარა გერმანულ ლიტერატურას. მე-16 საუკუნეში მეფე იაკობის დროს, კინგ ჯეიმსის დროს გაკეთდა პირველად ოფიციალური თარგმანი ქრისტიანული საღვთო-წერილისა, ბიბლიისა და ეს ამ წიგნის გამოცემა საფუძველი გახდა ინგლისური ენისა და ლიტერატურის აყვავებისა, რომლის გასცის მას არასდროს არ განუცდია. ამდენად საუკუნეების განმავლობაში დასავლეთში ხდებოდა ქრისტიანული საღვთო-წერილის ადგილობრივ ენებზე თარგმნის ტენდენციის შეკავება, დევნა, შევიწროება, კოცონზე დაწვა. სამი ენა. ეს არის ოფიციალური მიზეზი. მაგრამ აროფიციალური მიზეზი ის არის, რომ ეკლესიას არ უნდოდა თავის ძალაუფლების დაკარგვა. რაშიც მართალი იყო. თუ ადამიანი დაიწყებდა ამ წიგნის კითხვა თავის მშობლიურ ენაზე, გაუჩნდებოდათ კითხვები, რომელზეც ეკლესიას უნდა გაეცა პასუხი და რომელზეც პასუხები არ ჰქონდათ, განსაკუთრებით იმას შემდეგ, რაც ჰუმანისტური მოძრაობის განვითარების შემდეგ, რენესანსის შემდეგ, გაჩნდა ეკლესიის რელიგიური მეცნიერების პარალელურად გაჩნდა სეკულარული მეცნიერებისაგან მიდრეკილება, რომელიც ყოველ წელს უფრო და უფრო მეტ კითხვას სვავდა სამყაროთა მიმართებაში, გალილეო, ბრუნო, როიხლინი, მელანხტონ, ეს არის ერაზმ როტერდამელი, რომლებიც კრიტიკული აზროვნების გამოყენებით სულ უფრო და უფრო წინ მიდიან მეცნიერების საზღვრების გასაფართოებლად და მეცნიერება რა არის, კითხვები არის. და კითხვები კომფორტული არ იყო რელიგიისათვის. ქართული რელიგიური ქრისტიანობა არის ნაწილი აღმოსავლური ქრისტიანობისა, სადაც არათუ აკრძალული არ არის საღვთო-წერილის გადმოღება მშობლიურ ენაზე, არამედ წახალისებულია. სწორედ აღმოსავლეთში დაიწყო
თარგმანების კულტურის განვითარება, პირველები იყვნენ ალბათ სირიელები, ვინც თარგმნეს ქრისტიანული სახელმწიფოწერილი მათ მშობლიურ ენაზე, ასევე თარგმანები ხდებოდა ბერძნულ ენაზე, ასევე აღმოსავლეთში, ასევე ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც თარგმნიდნენ ქრისტიანულ სახელმწიფოწერილს კოპტურ ენაზე, მამას მოყვა ეთიოპურ ენაზე, ამას მოყვა სომხურ ენაზე, სომხურადაც არსებობს უამრავი უზარმაზარი თარგმნელობით ტრადიცია და სწორედ ამ რეალობაში ყალიბდება და ვითარდება ქართული ქრისტიანული კულტურა. და რა თქმა უნდა ეს სრულებით წარმოუდგენელი იყო, რომ ქართულ კულტურას არ ჰქონდა ამბიცია და სურვილი, რომ ქართულ ენაზე ყოფილიყო თარგმანები ქრისტიანული ლიტერატურისა. ქართული ანბანის შექმნაც უნდა დაკავშირებული უნდა იყოს ქრისტიანული კულტურის განვითარებასთან, რადგან მანამდე ამისი აუცილებლობა, მძაფრი აუცილებლობა არ არსებობდა. პირველი ცნობა ქრისტიანული სახელმწიფოწერილების ქართულ ენაზე თარგმანებისა ჩვენ გვაქვს ქრისტიანული არამედ ქართული ლიტერატურის პირველ ძეგლში, სადაც ნათქვამია, რომ შუშანიკმა თან წაიღო ევანგელინა წმინდანი წიგნი მოწამეთანი. ყველაზე ადრინდელი თარგმანები, ჩვენ გვაქვს ხაიმეტური თარგმანები, უძველესი თარგმანები, რომელიც გაკეთდა ალბათ მე-4 საუკუნის ბოლოს, შეიძლება მე-5 საუკუნის დამდეგს. პირველი წიგნი, რომელიც ალბათ სრულად ითარგმნა ქართულად, ეს ალბათ იყო ფსალმუნები, ამაზე აქვს მზექალე შანიძის სადოქტორო ნაშრომი, ეზღრება მთლიანად ამას. ქართულად გაკეთდა თარგმანები მე-5 საუკუნის შემდეგ, სხვადასხვა წყაროების გამოყენებით, უმთავრესად ის იყო ბერძნული, არსებობს ჭელიშური, ეგრეთ წოდებული ჭელიშური თარგმანი, რომელიც ბევრად უფრო მოქნილი თარგმნილია, მაგრამ მოგვიანებით ათონელების დროს მოხდება ყველა მანამდე არსებული თარგმანის შედარება ბერძნულ ენასთან და ჩამოყალიბება ქრისტიანული სახელმწიფოწერილის ახალი აღთქმის კანონისა, რომელიც ათონელების სახელთან არის დაკავშირებული. 1740-იან წლებამდე არ არსებობდა ამ დროისათვის მაკაბელების არც ერთი წიგნი. არ არსებობდა იესო ზირაქის ძის არც ერთი თარგმანი. ბიბლიის წიგნების თარგმანების შესაკრებად და დასადგენად მუშაობს ორი კომისია. ერთი არის ერთკაციანი კომისია, სულხან საბას კომისია და მეორე არის კომისია, რომელიც ბაქარ ბაგრატიონის სახელთან არის დაკავშირებული. საწყალმა სულხან საბა ერთი კაცი იყო, რაც შეძლო გააკეთა, მაგრამ ეს საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. ეს მისი შრომა ჯეროვნად გამოკვლეული და გამოცემული იქნა ქართულად, თბილისში, საბჭოთა კავშირის დროს. და იმის გამო, რომ ბიბლია გითხარით, დისიდენტური წიგნი იყო და მისი ბეჭდა და გავრცელება იყო ხათაბალა, ამ წიგნებს ქვია მცხეთური ხელნაწერი. სიამდვილეში არის სულხან საბას მიერ რედაქტირებული, შედგენილი ბიბლიის ქართული ხელნაწერი. ჩვენა გვაქვს 1812 წლის რეპორტი ბრიტანეთის ბიბლიური საზოგადოებისა, რომელიც შეხვდა თელავალ მიტროპოლიტს, რომელიც მოსკოვში იმყოფებოდა იმ დროს და ამ კაცმა უამბო ბიბლიურ საზოგადოებას ბრიტანეთს აინტერესებდა რა ადგილი აქვს ბიბლიას ქართულ კულტურაში. და ის, რასაც ეს კაცი უყვება, ძალიან დამთგუნველი არის სიმართლე გითხრათ. ეს ამბობს, რომ ჯერთი საქართველოს ბიბლია ვინც ის რა არის. მეორე, თუ კი ვინმე მკითხვა იცის, ესენი არიან ქალები. და მხოლოდ ქალები კითხულობენ ქრისტიანულ სახელმწიფოწერილს, ლაპარაკი არის ახალ აღთქმაზე. ამის მერე გავა დაახლოებით 100 წელი და ჩვენ ხედავთ, რომ იაკობ გოგებაშვილი მოთქვავს და ტირის.
შევედიო ბიბლიური საზოგადოების მაღაზიაში თბილისში და მაინტერესებდა ქართული ბიბლია თუ იშოვება თუ რა არის ქართული ბიბლია არ არის ამ დროს მე ვიკითხე სხვა ენებზეო ამანაზე რო ვიკითხეო როგორი გირჩევნია თუ ამ დიალექტზე მორგებული თუ იმ დიალექტზე მორგებულია მაგალითად სომხური როგორია სომხური ბიბლია გინდა თუ აღმოსავლური სომხური თუ დასავლური სომხური ძალიან დაცგუნული ეს ადამიანი რომ ქართული ბიბლია არ არის ხელმისაწვდომი ქართული მკითხველისათვის იმავე წლებში 80-იან წლებში იყო ასეთი მოღვაწე გამრეკლოვი ნიკოლოზ გამრეკლოვი რომელსაც ამისი განცდა ჰქონდა რომ ქართული ბიბლია უნდა ყოფილიყო ქართველი მკითხველისათვის მისთვის გასაგებ თანამედროვე ენაზე და გამრეკლოვი იყო იზიარებდა სრულად ილია ჭავჭავაძის ასპირაციას რომ ქართული ენა უნდა ყოფილიყო ხალხის ენა და ეს კაცი შეუდგა ქართული ბიბლიის თარგმნას 1894 წლის ახლო სამწუხაროდ არც ერთი წიგნი ბოლომდე არ არის თარგმნილი მაგრამ თარგმნილი აქვს სხვადასხვა წიგნის ნაწილები ბევრი ნაწილი სხვათა შორის ბიბლიის თანამედროვე ქართულ ენაზე გადმოღების საკითხი იაკობ გოგებაშვილის შემდეგ აქტუალური იყო ყოველთვის. ამაზე ძალიან საინტერესო არის კემბრიჯის უნივერსიტეტში არის არქივი, კარი ერთი საქაღალდე. ამ ერთ საქაღალდეში დევს ერთი წერილი გრიგოლ ფერაძისაგან, რომელიც ბიბლიურ საზოგადოებას თხოვს, რომ როგორი მნიშვნელოვანია რომ ბიბლია ითარგმნოს ქართულად. თანამედროვე ქართულად და მართლაც გააკეთეს ბიბლიის ახალ თანამედროვე თარგმანის ორი წიგნის თარგმანს და გამოქვეყნება კიდევაც დასავლეთში და აქვე არის ილია კანდელაკის რომელიც იყო ბაპტისტური ეკლესიის დამაარსებლის წერილი სადაც ასევე ითხოვს რომ დაგვეხმაროთ რომ ქართულ ენაზე იყოს საფრთხო წერილი თანამედროვე ქართულ ენაზე ილია კანდელაკს მოკლავენ ფერაძესაც მოკლავენ მამაჩემი ყოველთვის განიცდიდა იმას, რომ არ არსებობდა ქართული თარგმანი ბიბლიისა, ეს ოჯახში ეს წუხილი ყოველთვის იყო. და როგორც კი მე შესაძლებლობა მომეცა, უნივერსიტეტში სწავლის დროს მე ვსწავლობდი ბერძნულ ენას და მე ასევე ზურაბ კიკნაძის რეკომენდაციით დავიწყე ებრაული სწავლა ნისან ბაბალიკაშვილთან. ეხლა თითქოს ეს არაფერი არ არის, რომ ვიღაც ახალგაზრდა კაცი არის, რომელიც იქ ბერძნულს სწავლობს, იქ ებრაულს სწავლობს. მაგრამ თუ კონტექსტს გავისთვალისწინებთ, ნისან ბაბალიკაშვილი იყო ერთადერთი ადამიანი მთელ საბჭოთა კავშირში, ვისაც ჰქონდა ებრაული სწავლების უფლება ლეგალურად. საბჭოთა კავშირის ებრაული ენა იყო აკრძალული, ებრაული სწავლება იყო აკრძალული, ბიბლია იყო აკრძალული. და მე გამიმართლა, რომ სწორედ მოწაფე გავხდი ნისან ბაბალიკაშვილისა და სამწუხარო ის არის, რომ მე ვიყავ მისი თითქმის ყველაზე ბოლო მოწაფე. ჩემ ხელში გარდაიცვალა ეს ადამიანი. თვითონაც იყო ბიბლიის მთარგმნელი, ეკლესიას ეს წიგნი თარგმნა, ნამდვილად ვიცი და ასე აღმოჩნდი ბიბლიის მთარგმნელების წრეში. აი სწორედ 70-იან წლების დასაწყისში სტოკჰოლმში არსდება ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, რომელიც ორიენტირებულია საბჭოთა კავშირის ხალხების ენაზე თარგმნოს ბიბლია, ვისაც არ აქვს. სწორედ აქ დაიწყება, სტოკჰოლმში დაიწყება მუშაობა ბიბლიის ახალ თარგმანზე, რაც გააღიზიანებს ძალიან საბჭოთა ხელისუფლებას საქართველოში და გააღიზიანება იმდენად გამძაფრდება, რომ საბჭოთა ხელისუფლება ნებართვას გასცემს, რომ ახლად არჩეული კათოლიკოს პატრიარქის თხოვნის საფუძველზე დაიწყოს ბიბლიის თარგმნა ქართულ ენაზე ოღონდ საქართველოში. ეს თარგმანები დასავლეთში და აღმოსავლეთში თითქმის პარალელურად მიმდინარეობს და დროთა განმავლობაში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრევა, ეს ორი თარგმანი ერთმანეთს შეხვდება.
ახალარჩეული პატრიარქი არის ილია მეორე, მას მოქონდა ბევრი სიახლე ეკლესიაში, რაც ძალიან მიმზიდველს ხდიდა ეკლესიას და ერთ-ერთი მთავარი პროექტი, რაც ილია მეორემ განახორციელა, ეს იყო, რომ ნებართვა გამოეთხოვა სახელმწიფოსაგან, ბიბლია თარგმნილიყო თანამედროვე ქართულ ენაზე და ამ შემთხვევაში მან შეძლო, რომ ეს საქმე ბოლომდე მიეყვანა. წარმოიდგინეთ, რომ აქ არის ჯემალ აჯიაშვილი, რომელსაც უკვე თარგმანები აქვს უამრავი გამოცემული, აქ არის ნისან ბაბალიკაშვილი, რომელიც დიდი მეცნიერი, ზურაბ კიკნაძე არის, ბაჩანა ბრეგვაძე არის და აქ არის 23 წლის ტიტყი, რომელიც არანაირი პარამეტრით აქ არ უნდა იყოს რა. მაგრამ მოხდა ასე, რომ ამ ადამიანების წრეში მომიხდა მუშაობა და ასე მოხდა ამ თარგმანის გასრულება და გამოცემა. ბიბლია ითარგმნა ქართულად და გამოიცა 1989 წელს საბჭოთა კავშირის დანგრევამდე ცოტა ხნით ადრე. იმ დროს საბჭოთა კავშირის პერიოდში ეს უნდა ითქვას, რაც შეიძლება დაუჯერებლად გამოიყურებოდეს ან ჟღერდეს, ურთიერთობა რელიგიურ ჯგუფებს შორის იყო ბევრად უფრო საღი, ვიდრე დღეს არის. რადგან ყველა რელიგია იყო საბჭოთა ანტირელიგიური იდეოლოგიის სამიზნე და ამის გამო რელიგიურ წრეებში, განსხვავებულ რელიგიურ წრეებში იყო სოლიდარობის განცდა. ეს სოლიდარობა და ურთიერთობა გაძლიერდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეკლესიის სათავეში მოვიდა ახალგაზრდა წინამორბედებისაგან ბევრად უფრო განათლებული, ბევრად უფრო პროგრესულად მოაზროვნე კათოლიკოსი ილია მეორე. ამის შემდეგ ურთიერთობა, ინტერრელიგიური ურთიერთობა და ასევე ეკუმენური ურთიერთობა ადის ახალ ხარისხში, უპრეცედენტო ხარისხში. დღეს ეკუმენური მოძრაობა და ეკუმენიზმის ხალხმწიფი სიტყვა არის ქართულ რელიგიურ სინამდვილეში, მაგრამ მაშინ იყო ის, რაც სოლიდარობის, თანამშრომლობის ნიშანს წარმოადგენდა ქრისტიანებს შორის. ილია მეორე მოგვიანებით გახდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ერთ-ერთი პრეზიდენტი. 6 წლის განმავლობაში იყო ეს პრეზიდენტი. ამან ცხადია გააძლიერა ეკლესიის რეპუტაცია შინაც და გარეთაც. ჩემი ეკლესიის წინამძღოლი, ჩემი უშუალოდ სამი წინამორბედი რეგულარულად იწყებს ქადაგებას სიონის საკათედრო ტაძარში. რაც მანამდე და მას შემდეგაც სრულებით დაუჯერებელია. ჩვენი გუნდი ჯერ გალობდნენ იქ, სადაც ლიტურგია უფრო ადრე იწყებოდა სიონში და მე მორბოდნენ ჩვენთან ისეთ სრეკო. მაშინ ეს ურთიერთობა გამოიყურებოდა ბუნებრივად, ლოგიკურად და მისასალმებლად. ამ ყველაფერზე იმიტომ საუბრობთ, რომ ამ ფონზე, სადაც ესეთი ურთიერთობა არის რელიგიურ თემებს შორის, სრულებითაც არ იყო მიუღებელი, რომ ბიბლიის თარგმნის კომისიაში ყოფილიყო ორი არაქრისტიანი და ერთი განსხვავებული ქრისტიანი. ერთი იყო ნისან ბაბალიკაშვილი, ჯემალ აჯიაშვილი და მესამე ვიყავი მე. ზურაბ კიკნაძე იყო ერთ მხარეს და მეორე მხარეს ახალი აღთქმის თარგმანში იყო ბაჩანა ბრეგვაძე. ეს იყო ძირითადი შემადგენლობა. ილია მეორე უშუალოდ იყო ჩართული ამ პროცესში. არა ლიტერატურულად, მაგრამ მას თვალი ეჭირა, რომ ეს თარგმანი დროულად გასრულებული იყო პროცესი, ასეთი იყო, რომ მე ხელნაწერები მიმქონდა საპატრიარქოში
საპატრიარქოში ხელნაწერს ვაბარებდი გიორგი გამრეკელს, რომელიც ახლა არის ქუთაისის მიტროპოლიტი. ის გადასცემდა დედა ნინოს, რომელიც ამას ბეჭდავდა 3 ეგზემპლარად. ეს 3 ეგზემპლარი მოდიოდა ჩვენთან, კითხულობდით, ვასწორებდით, ვადარქარაქტირებდით და მე ისე უბრუნებდით. ასეთი დინამიკა იყო. საინტერესო ის იყო, რომ როდესაც მე აღმოჩნდი ესეთ გაუგებრობაში, ბჭყალებში, რომ სრულებით ახალგაზრდა 23 წლისა ვიყავი მაშინ, ამ დიდ მეცნიერებს შორის, რომლებიც თარგმნით იყვნენ დაკავებული. სწორედ ამ დროს ჩვენმა ეკლესიამ მიიღო მოსაწვევი შვეიცარიიდან, სადაც პირველად უნდა შეკრებილიყვნენ აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრები საფრთხო და რელიგიური და თეოლოგიური ლიტერატურის მთარგმნელები ერთად და ემსჯელად თარგმანის ლიტერატურულ გამოწვევებს. უცნაური ის იყო, რომ მთელ ამ უზარმაზარ საბჭოთა კავშირში, ჩვენი ეკლესიის ფარგლებში, ვიყავით 2 ადამიანი, ვისაც ერგებოდა, ეკუთვნოდა ამ კონფერენციაზე წასვლა. ერთი იყო ყარაგანდელი გერმანელი, რომელიც თარგმნიდა თეოლოგიურ ლიტერატურას რუსულად და მეორე ვიყავი, რომელიც ბიბლიის თარგმნით ვიყავი დაკავებული. მოსაწვევი მომივიდა მე, მაგრამ ეს არის ის დრო, რომ მოსაწვევი არაფერს არ ნიშნავს, თუ სახელმწიფომ არ მოგცა უფლება წახვიდე ამ კონფერენციაზე. სწორედ მაშინ მქონდა პირველი შეხვედრა სუსთან, დამიბარეს რელიგიურ საქმეთა რწმუნებულის აპარატში, რომელიც პლეხანოვის გამზირზე მდებარეობდა. იქ ქონდა შეხვედრა ვინმე ტატიშვილთან, შემომოწმა რომ მართლა ვიყავით ვარ კვალიფიციური ამ საქმიანობისათვის, ხოლო და მე გამიშვა უშიშროების კგბ-ს ოფიცერთან, რომლის დავალებაც იყო, რომ გადავებირებინე. აქ იყო რამოდენიმე განზომილება იყო, რომ საბჭოთა ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ეს თარგმანი არავის ხელში არ მოხვდეს, სხვის ხელში არ მოხვდეს, ამიტომ ჩვენ გვინდოდა, რომ ჩვენი ადამიანი ყავდეს, რომელიც თვალს დაიჭერს ამ თარგმანზეც და ჩვენ გვექნება თქვენი იმედი. ქონდათ კომპრომატები ჩემს იმისათვის გადაბირებისათვის. ეს იყო, რომ თვითმფრინავის გატაცების საქმეში რამოდენიმე ადამიანი იყო ჩემი მეგობარი. და ერთ-ერთის ოჯახში ეს იყო გეგა კობახიძე, მსახიობი, აღმოჩნდა წიგნით, რომელიც ჩემი წიგნი იყო, რომელიც ვაჩუქე გეგას და როგორც ჩანს, ამ წიგნსაც ჰქონდა ჩემი ნიშანი. ასე რომ ამის გამოყენება უნდათ იმისათვის კომპრომატად, რომ ჩვენ ვიცით, რომ შენ მათი მეგობარი ხარ და ჩვენ ისიც ვიცით, რომ თვითმფრინავში იმიტომ არ იყავი, რომ ავად იყო. მართლა ავად ვიყავი, როცა თვითმფრინავის ამბავი მოხდა, როცა გაიდაცა თვითმფრინავი, ავად ვიყავი. მაგრამ თვითმფრინავში ნუ კი არ ვიყავი, რომ ავად ვიყავი, უბრალოდ ეს არ იყო ჩემს მე არ ვიცოდი ამ შესახებ საერთოდ. საკმაოდ მიუხედავად იმისა, რომ მეგობრობდით, წერეთელი იყო ჩვენი ეკლესიის წევრი, მიქაბერიძე იყო ასევე ეკლესიის წევრი იყო და გეგა თავს პროტესტანტად მიიჩნევდა და დროდადრო ეკლესიაში მოდიოდა ხოლმე. ასე რომ ეს ურთიერთობა ჰქონდა ამ რელიგიურ სივრცეში. ამ თარგმანთან დაკავშირებით ეს იყო, რომ ჩვენ გვჭირდება ყველაფერი ვიცოდეთ ამ თარგმანთან დაკავშირებით, რომ არ აღმოჩნდეს ეს თარგმანი შემთხვევით კაპიტალისტების ხელში. კარგახანი მდიეს და მე ამ დროთა განმავლობაში საბჭოთა კავშირიც დაინგრა და დამთავრდა ეს ამბავი. მაგრამ როგორც ჩანს 93 წლიდან მე საგანგებო მეთვალყურების ქვეშ ვიყავი უკვე. და ამ ბიბლიის თარგმნის ამბავმა ეს და ამ კონფერენციის ამბავმა ცხადი გახადა ჩემთვის. საჭიროა
თავი უნდა შევწიროთ მართლმადიდებელ სარწმუნოებას, რაც გააკეთა ქეთევან წამებულმა, რაც გააკეთა დავით აღმაშენებელმა, თამარ მეფემ. ბიბლიის დაწვა არის მხოლოდ ერთი ნაწილი იმ რელიგიური დევნისა და შევიწროებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. სახელმწიფომ დაიწყო წაქეზება ანტირელიგიური კამპანიისა რელიგიური უმცირესობის წინააღმდეგ. ეს არ არის შეთქმულების თეორიაზე დაფუძნებული, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლება წავიდა და ახალი ხელისუფლება მოვიდა, მათ აღმოაჩინეს, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც ცნობილი იყო რელიგიური ძალადობით ქვეყანაში, იყო მათთან ასოცირებული. ჯამაგირებს იღებდნენ ხელისუფლებისგან. ის 2001 წელი, როდესაც ძალადობრივი ჯგუფი მართლმადიდებლური ეკლესიის დროშით, მართლმადიდებლობის დროშით თავს დაესხა ჩვენ ეკლესიის საწყობს, რელიგიურად დაწვეს მამაო ჩვენოს გალობისა და სიმღერის ფონზე დაწვეს 17,000 სახარება ბიბლია ქართულად და კავკასიის სხვადასხვა ენებზე. რა თქმა უნდა, თავზრდამცემი იყო ის, რომ რასაც მე ჩემი ოჯახის წლების განმავლობაში ვემსახურებოდით, მათ შორის თარგმანებს ბიბლიისა, ქართულ ბიბლიის თარგმანებს, მოხდა მისი დაწვა ამ სწორედ ძალადობრივი ჯგუფების მიერ. მას შემდეგ ადგილი ჰქონდა ჩვენი გამოცემული, მათ შორის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გამოცემული ბიბლიების, ახალი აღთქმების დაწვას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. სამიზნე ვიყავით ჩვენ, თარგმნელები. დაწვეს არა იმის გამო, რომ საპატრიარქოს გამოცემული იყო, არამედ იმის გამო, რომ მე ვიყავი მთარგმნელი ამ კომისიაში. პატრიარქთან მივედით, ამ ამბის გამო მივედით, რაც პატრიარქმა დაგმო, ეს ხო ჩვენი თავგადასავალი. იყო სასამართლო პროცესი, სადაც მე მოწმე ვიყავი, რომელიც დიდხანს გაგრძელდა და როდესაც მოსამართლემ მკითხა ბოლოს, რომ რა იყო, რას ვითხოვდი, რა მინდოდა, მე ვუთხრა, რაფერსაც არ ვითხოვ. ეს მართლა ძალიან ძიმე სანახავი იყო, რა. ბასილ კალავიშვილი და მისი 6 თუ არ ვცდები თანამზრახველი ერთად იყვნენ გალიაში, რკინის გალიაში. აქედან ერთი იყო ძალიან მაღალი, ამ გალიაში ვერც ეტეოდა. და ძალიან დამამცირებელი სანახაობა იყო ეს ყველაფერი. მე ვთხარი, მე არაფერს არ ვითხოვ. უბრალოდ ხუმრობით ვთხარი, რომ როცა ციხიდან გამოვლენ, ის მოპარული უნდა დამიბრუნონ მეთქი 20 ლიტრიანი ღვინო. რა თქმა უნდა, ყველამ გაიცინა, რა ქვია, გასაგები იყო, რომ ხუმრობდი. ასე რომ იმ დარბაზიდან გამოვედი ისე, რომ მე არაფერს არ ვითხოვ ამისაც, აპატიეთ, მიეცით შესაძლებლობა, რომ გამოვიდნენ. ამის შემდეგ მე მქონდა ეპისკოპოსობის 10 წლისთავის სეიმი ეკლესიაში, სადაც მოვიდა დელეგაცია ბასილ კალაშვილის გამოგზავნილი. მომართვეს 2 ცალი ხატი ღვთისმშობლისა და მაცხოვრისა და მოიტანეს უზარმაზარი ტორტი. ეს იყო რაღაცნაირი შერიგების სიმბოლო ჩვენ შორის. და ეს ტერმინი მინდა ვახსენო, რომელიც ერთმა ქალმა ახსენა, რომელიც აქტიური ქალი იყო ბასილ კალავიშვილის გოჩი, რომელიც მითხრა, რომ რა ვქნათ, ჩვენ გვამუშავებდნენ. ბასილის გასამართლებელი სწორედ ეს იყო, რომ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ დავალებას გვასრულებდნენ, ჩვენ ვასრულებით ამ დავალებას.
მე წავედი ინგლისში ამის შემდეგ და უნდა ვაყიარო რომ ჩემს ცხოვრებაში ის წლები რომელიც ინგლისში გავატარე იყო ყველაზე ბედნიერი წლები. რას ვაკეთებდი? მუშაობდი ოქსფორდის უნივერსიტეტში კვლევაზე, რომელიც იყო ძალიან ფასეული ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანი, საარქივო კვლევა იყო, აკადემიური კვლევა იყო, იმ არსებული ლიტერატურის გააზრება, რომელიც მანამდე არსებობდა თეოლოგიური. მიუხედავად იმისა, რომ მე იყო ძალიან ბედნიერი, დილით-ადრე გავდიოდი ბიბლიოთეკაში, გვიან ბრუნდებოდი ვიკენდები ერქვა და ხან სად ვიყავი და ხან სად მთელი ინგლისი და ბრიტანეთი მოვიარე. ეს ცხოვრება არ იყო რეალური. რა მაქვს ხედულობაში? ეს იყო აკადემიური ცხოვრება, მოწყვეტილი რეალურ ცხოვრებას და რეალური ცხოვრების გამოწვევებს. არსებობს ბიბლიის თარგმნის ორი თეორია, ერთი არის ლიტერატურული თარგმანის თეორია და მეორე არის აზრობრივი თარგმანის თეორია. ლიტერატურული თარგმანი გაკეთებულია ქართულად. ეს ტრადიცია უკვე დამკვიდრებულია, მაგრამ ის რაც არ გაკეთებულა იყო აზრობრივი თარგმანის ტრადიცია და გადავწყვიტეთ რომ გვეცადა ბედი თუ შესაძლებელი იქნებოდა რომ ქართულად გაგვეკეთებინა აზრობრივი თარგმანი. რამდენად გავართვით თავი ამას დრო აჩვენებს, კითხველი აჩვენებს, მაგრამ აქ იყო ჩვენი გულწრფელი მოწადინება რომ ეს ტექსტი არ ყოფილიყო არქაული ტექსტი და ბუნდოვანი ტექსტი, რომელიც გაუგებარი იქნებოდა მკითხველისათვის. ასე გაკეთდა ქრისტიანული საღვთო-წერილი სრულად, აზრობრივი თარგმანი. ეხლა მუშაობთ, დავასრულეთ 5 წიგნეული დავასრულეთ კიდე რამოდენიმე წიგნი 5 წიგნეულის შემდეგ და იმედია ჯერ 5 წიგნეული გამოვა აზრობრივი თარგმანი და მერე იქნება დანარჩენი ორი ნაწილი ებრაული საღვთო-წერილისა, რომელიც მზადდება და გვექნება სრული აზრობრივი თარგმანი. მე ასე მგონია რომ თარგმანმა კითხველს არ უნდა შეუქმნას სირთულეები. რადგან თარგმანის იდეა სწორედ ისაა, რომ კითხველისათვის იყოს გასაგები. თუ მკითხველი უნდა მივიდეს დედანთან, მან უნდა წაიკითხოს ეს დედანში, მაგრამ თუ თარგმანი უნდა მივიდეს მკითხველთან, მაშინ თარგმანი უნდა იყოს უკიდურესად ცხადი, ნათელი და გასაგები მკითხველისათვის. ეს არის მთავარი იდეა. აქ არ უნდა იყოს დაღვარჭნილი წინადადებები, აქ არ უნდა იყოს ტერმინები, რომელიც მკითხველისათვის გაუგებარია და ბუნდოვანია. აქ არ უნდა იყოს იდიომატური გამოთქმები, რომელიც დედანში არის, მაგრამ მისი სიტყვის ხვდით გადმოცემა, რა თქმა უნდა, გამართლებული არ არის თარგმანში. ის სასულიერო პირები, რომელსაც მე ვხვდები დრო და დრო შემთხვევით, ხშირად მადლობას ამბობენ, მაგალითად, მართლმადიდებელმა სასულიერო პირმა მითხრა, ეხლა გავიგე პირველად პავლეს რა ის თქმა უნდა და ასე რომ ამ ზოგჯერ, როდესაც ტექსტს კითხულობ, ეს ტექსტი რაღაცნაირად ხდება შენი ცხოვრების ნაწილი, მაგრამ აზრი გაუგებარია. ამ შემთხვევაშიც ამ თარგმანს აქვს აზრი, რომ პროვოცირება გაუკეთოს აზრის გაგებას. კრიტიკულად წაიკითხოს ეს ტექსტი, თქვას, რომ ეს მიუღებელი, მაგრამ ისიც თქვას რა არის მისაღები. მიზანი არის ძალიან მარტივი, რომ მკითხველმა გაიგოს ტექსტი. კარგი ამბავი, იმიტომ რომ გულის გული და მთავარი აზრი ქრისტიანული საღვთო-წერილისა მდგომარეობს იმაში, რომ იესო ნაზარევლის მოძღვრება გვეუბნება, რომ ღმერთს ადამიანი უყვარს უპირობოდ. და რა კი ღმერთს ადამიანი უპირობოდ უყვარს, ადამიანს არაფრის კეთება არ სჭირდება იმისათვის, რომ ღმერთის გული მოიგოს. ღმერთს უყვარს ადამიანი ისეთი, როგორიც არის, ისევე როგორც დანარჩენი სამყარო. და შესაბამისად, ეს იდეა ღმერთის უპირობო სიყვარულის შესახებ არის გულის გული იმოძღვრებისა, რომელსაც იესო ნაზარეველი ქადაგებდა. ძველ ქართულში მას ქვია სახარება და სახარება ნიშნავს სწორედ კარგ ამბავს, კაი ამბავს. იმის შესახებ, რომ ადამიანს არ ჭირდება ყირაზე დადგეს, სხვაებლები შესწიროს, იმისათვის ღმერთის გული მოიგოს.